ხშირად მეკითხებიან ხოლმე ინტერვიუები როგორ არის ფრილანსინგ პლატფორმებზეო და მოდი ამ შეკითხვას გავცეთ პასუხი. არის შემთხვევები, რომ მიმოწერით ხდება ეს ყველაფერი და არის შემთხვევები, როდესაც გიწევთ დარეკვა და დალაპარაკება. გააჩნია დამკვეთს, გააჩნია პროექტის სიმძიმეს და გააჩნია თქვენს დამოკიდებულებასაც ასევე რა. მე რას გირჩევთ ახლა მაგას გეტყვით. თუ თქვენი ინგლისურის დონე გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ დამკვეთს დაელაპარაკოთ, თავადვე შესთავაზეთ ხოლმე დარეკვა და ჩართვა, რადგან როდესაც გხედავთ დამკვეთი ნდობის ხარისხი მაღლა იწევს და პლუს თუ შეგიძლიათ კარგი კომუნიკაცია და კლიენტების დაკერვა, ასე ვთქვათ, გაყიდვებშიც თუ გაქვთ გარკვეულწილად გამოცდილება, ეგ მთლად უკეთესი, იმიტომ რომ მიმოწერის დროს რაღაც ტექსტები ცივი გამოდის, რაღაცები შეიძლება გაუგებარი იყოს დამკვეთისთვის და შანსები დაკარგოთ. ამიტომ ეცადეთ, რომ სთხოვოთ 15 წუთიანი ზარი, თუ არ იგითხრათ, ხო, არა უშავს, თუ თვითონ შემოგთავაზათ მშვენიერი, მაგრამ დამიჯერეთ, რომ არსებობს მომენტები, როდესაც კლიენტები საერთოდ არ გთხოვენ დარეკვას. მე მაგალითად 40-ზე მეტი პროექტი ჩავხურე ისე, რომ საერთოდ სახით არ მყავდა ნანახი ჩემი დამკვეთი. არაფერი არ არის ადარდებელი, მთავარი არის, რომ იყოთ დარწმუნებულები თქვენს თავში და მერე უკვე ყველაფერი შესაძლებელი. აბა წარმატებები.